მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ბათუმში ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ასევე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. სადაც უკვე 51 ღამეა იმართება საპროტესტო აქცია. ამ საღამოსაც ტრადიციულად ისევ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები. აი ამ წვიმის მიუხედავად ისინი ისევ დგანან ქუჩაში და აპროტესტებენ ამ ქვეყნის ევროპისკენ მივალი გზის ჩაკეტვას, ითხოვენ ხელახლა არჩევნების ჩატარებას და ყველა პოლიტიკური რეჟიმის ტყვის გათავისუფლებას, მათ შორის მზია ამაღლობლის გათავისუფლებას, რომელიც უკვე ფასდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან, რომის პარის პოლიტიკური პარტნიორი საუბარია გამოცემა ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლის და დირექტორის მზია ამაღლობლის დაპატიმრებაზეც და ამ აქციების უკვე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა და პირველი მოთხოვნა, როგორც ჩვენ გითხრეს ამ აქციაზე, უკვე არის ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერება. ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსია, რომელსაც მზია ამაღლობელი, ასევე საპროტესტო აქციის არაერთი მონაწილე, რომელიც დააკავეს მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე 11 და 12 იანვარს. ისინი საუბრობენ ძალადობაზე ირაკლი დგებუაძეს მხრიდან. ერთ-ერთი მონაწილე ახლა აქ არის გოდერძი ფრანგიშვილი, ისიც დააკავეს 11 იანვრის საღამოს ბათუმში, მაშინ როცა აქციის მონაწილეები ცდილობდნენ პლაკატი იფიცება საქართველოს გაეკრათ ბათუმის ქუჩებში და მათ სწორედ ამის საშუალებას არ აძლევდნენ პოლიციელები და ასევე რამდენიმე მონაწილეს ჩვენ მოვისმინეთ მონათხრობით რა ხდებოდა პოლიციის მთავარ სამმართველოში, როგორ ძალადობდა, აგინებდა, სიტყვათა შერწყმას აყენებდა და ასევე სცემდა ირაკლი დგებუაძე აქციის მონაწილეებს. ასეთია საპროტესტო აქციაზე განწყობები, მოვისმინოთ ახლა ჩვენ გოდერძი ფრანგიშვილს, რომელიც დააკავეს 11 იანვრის საღამოს ბათუმში. მოგესალმებით ბატონო გოდერძი, ბათუმელების პირდაპირ ეთერში. თქვენ დაგაკავეს 11 იანვრის საღამოს ბათუმში, მაშინ როცა აქციის მონაწილეებს ჰქონდათ სტიკერები იფიცება საქართველოს და ამ სტიკერების გაკვრა შეუზღუდეს პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს, ხო? ასევე კითხვის დასვისთვისაც კი დააკავეს მოქალაქე იგივე ვაჟადარჩია, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრია. ჩვენ მასაც გავისაუბროთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში. თქვენ უშუალოდ რა სიტუაციაში დაგაკავეს? რა ხდებოდა მაშინ აქციაზე, როცა თქვენ დაგაკავეს? ეგ ეს პირველად რომ დააკავეს, სახალხო მოხსენებ, პირველად ეს ქალბატონი რომ დააკავეს, გაკვრვის გამო, პლაკატის გაკვრვის გამო. მაგის შემდეგ დაიწყო შეკითხვების დასმა თუ რატომ მოხდა ამ ადამიანის დაკავება, იმიტომ რომ ეს პლაკატი დაკრული იქნა შლაგბაუმის საკითხარეს, ეზოსში არა. ეზოს, მიწაზე დაიწყო დაკრული, ეზოსშიც არ იყო რა. შლაგბაუმის საკითხარეს, ტერიტორიაზე არ იყო რა, მიწაზეც არ იყო. ხო. ციალა ქათამიძეს ზეამობთ, ხო? რომელიც არის აქტივისტი და რომელიც შინაგან საქმეთა სამმართველოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესაძლებლთან საჯარო სივრცეში, ქუჩაში, ასფალტის საფარზე გააკრა სტიკერი იფიცება საქართველოს და ის ამის გამო დააკავეს. ეს იყო პირველი დაკავება სამმართველოსთან. კი. შემდგომ იყო შეკითხვები და შეკითხვები ადამიანებმა თუ რატომ მოხდა ეს დაკავება, რაზეც ლოგიკური პასუხები არ არსებობდა და შემდგომ ამ შელაპარაკების დროს, საუბრის დროს ვინც ამ შეკითხვებს სვამდა, უბრალოდ დაკავებდნენ. აკავებდნენ არის და იყო ქაოტური დაკავებები. ტალღა გამოდიოდა, იჭერდნენ ადამიანებს, შეყავდათ. გამოდიოდა ტალღა, იჭერდნენ ადამიანებს, შეყავდათ. არანაირი ლოგიკა მე ვერ დავინახე, რაიმე დანაშაულის ფორმები, რამე წინააღმდეგობის ფორმები მე პირადად არ დამინახია საერთოდ. დაკავებდნენ ერთმანეთს მიყოლებით რა. იმის შემდეგ რაც ჩემი დაკავება მოხდა, შემიყვანეს. თქვენ როგორ დააკავეს? რატომ დააკავეს? რა სიტუაციაში დააკავეს? ხაოსი იყო. მოვიდეთ თქვენ პოლიციელები ამის მე დავინახე, კარგად არ მახსოვს, იმიტომ რომ იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის და იმდენად სწრაფად მოხდა ეს და ისეთი ძლიერი იყო, ძალიან ბევრი ადამიანი მიყიდა ხელს. ისეთი ძლიერი იყო, რომ სადღაც შემათრიეს რა, მოკლედ ესეთი სიტუაცია იყო, სადღაც შემათრიეს რა. პოლიციელებმა შეგათრიეს? ხო. მათ ფორმა ეცვათ. მე დავინახე ვინ შემათრია საერთოდ ისეთი სიტუაცია იყო, ბუნებრივია პოლიციელები შემათრევდა პოლიციის სამმართველოში. მოყევით ამ ჭყლეტაში, როცა არაერთი მოქალაქე დააკავეს მაშინ. ამ საპროტესტო აქციაზე. გამოდიოდა, იჭერდნენ ხალხს და მიყავდათ. ხო, არა პოლიციელების ვერსია ხო ეს არის ვერსია, რომ თქვენ აყენებდით თითქოს შეურაცხყოფას პოლიციელებს, ხო? და შემდეგ მათ კანონ მოთხოვნას არ დაიმორჩილეთ. ასეთი პოლიციელების განცხადებით, ერთი და იგივე განცხადებები აქვს პოლიციელებს, რომ ვიყენებდით სიტყვას ძაღლს, ხორს და ბიზნეს შნირებს. როგორც ეს მათ სასამართლოში წარადგინეს,
თორშტი მოქუგია ხო რაც რა ვიცი. კი. სამართალდამობის ოქმები შეადგინეს. დიახ, აი სამართალდამობის ოქმებში რაც იყო გაწერილი, მათი განცხადებით, ანუ ჩვენი ზახით ამ სიტყვას მე საერთოდ არ ვიყენებ. ამ სიტყვას და არც ღორს და არც ძაღლს არ ვიყენებ შეურაცხყოფის მიყენების. ძაღლებო, ღორებო. არ ვიყენებ იმ და ბიზნესნირებო, ხო, თორსები ის. დიახ, ანუ ესეც სიტყვები მე არ ვიტყვია არასდროს. ანუ არასდროს ანუ ამ სიტყვას არ ვიყენებ ხო რა, შეურაცხყოფის მიზნად სიტყვას არ ვიყენებ რა არასდროს. მოკლედ დაკავება მოხდა ან მოხდა ჩემი დაკავება, შემიყვანეს მაგ განყოფილებაში, როგორც მე მახსოვს, ორ ადამიანს ვიყავი ხელში. შემდეგ მესამე ხელი მომკიდა მე როგორც მახსოვს, მესამე ხელი მომკიდა ეს იყო ეს გებუაძე, ირაკლი ქვიათ ვარშტები და შემიყვანეს შენობაში. და როდესაც შემიყვანეს შენობაში, წინ იდგა ირემაძე, მალხაზ ირემაძე და ეს მალხაზ ირემაძეს ასევე დაკავებული ყავდა ორ ადამიანს, ორ პოლიციელს. თუ არ ვწდები, ძალიან ისეთი მოულოდნელი რო აღმოჩნდა, ძალიან მოულოდნელი სიტუაცია იყო ჩემთვის. ეს იყო სამართველოს შენობაში, ხო? შენობაში არა, ეზოში რო აღმოჩნდა მოულოდნელი იყო და ცოტა ისეთი სიტუაცია რა. ბოდიში, ხორჯობერ დავხუროთ ხოლმე, რომ აღარ წევს პრაქტიკულად და ხო. მოკლედ რო შევედით, ანუ ნიღბები ეკეთა ამათ სავარაუდოდ რა, მიხსენებთ გაკეთებები ეკეთა თუ არა. რო შეგვიყვანეს შეგნით, ანუ ამ პიროვნებას ირემაძე ეკავათ ხელში ორ ადამიანს. ანუ ეს პიროვნება სამართლის უფროსი რო არის. ირაკლი გებუაძე? გებუაძე, ხო. ხო, რა თამამდება გარის ზუსტად ისე. ეს არის ბათუმის პოლიციის უფროსი. ხო, აი ირაკლი გებუაძე მომშორდა მე და მივიდა ირემაძესთან და ძალიან გამეტებით უთხრამდა თავში, ძალიან სასტიკად. ანუ სცემდა ირაკლი გებუაძე მალხაზ ირემაძეს. დიახ, და მე დამაყენეს და მაყურებიეს როგორც სცემდნენ ამას. მე არ მახსოვს კონკრეტულად რა სომობდი, მაგრამ მე მახსოვს რომ მოუწოდებდი რომ ეს ადამიანი არაფერ შუაში არ იყო და არ დაელახათ რა. შემდგომ რასამობდა ამ დროს გებუაძე თუ გახსოვთ რა იყო მისი სიტყვა? ძალიან დარტყმის დროს, ცემის დროს სავარაუდოდ სიტყვების შეურაცხყოფას აყენებდა. იმიტომ რომ ნეგატიური სიტყვები მოდიოდა როგორც მე მახსოვს, არ მახსოვს უბრალოდ რას ამბობდა, იმიტომ რომ გებუაძე იმდენად მოულოდნელი იყო თავში დარტყმებიან, თავში უთქვამდა პირდაპირ რა. მალხაზ ირემაძე რას პასუხობდა მას თუ გახსოვთ რა? შუაში არ ვარ რომ რატო გაკურვებული იყო, ანუ სიტყვებს ვერ ვიხსენე, მაგრამ მის მხრიდან იყო გაკურვება რომ არ ელოდა, არანაირად არ ელოდა რომ ასეთ სულად მოექცეოდა ამ ადამიანს. ან თავში ჩაარტყა ხელი ირაკლი გებუაძე მალხაზ მე მახსოვს კონკრეტული დარტყმების განხორციელება თავის გარდა არ მახსოვს. მაგრამ თავში უთხრამდა ძირითადად მე რაც მახსოვს. რამდენი დარტყმა განახორციელა, არ ვიცი სავარაუდოდ 8 თავში, არ ვიცი. 8 ჯერ. არ მახსოვს მიახლოებით. შეიძლება მეტი იყო. ანუ ხელს ურტყამდა თუ რაიმე ნიუც. მე არ შემინიშნავს ხელში თუ რამე ეკავა, სავარაუდოდ მუშს ურტყამდა. თავის არეში სხვადასხვა ადგილას. და ამ დროს თან აკრებდა სიტყვեր შეურაცხყოფას, ხო? სიტყვեր შეურაცხყოფას აყენებდა. იმის შემდეგ, რაც ანუ შემდგომ ეს ადამიანი შეიყვანეს, ირემაძე შეიყვანეს აქ შენობაში, კაბინეტში. მე დამაჯინეს ხელმარჯვნივ, ეს პირდაპირ დააჯინეს და შემდგომ ეს გებუაძე დადგა იქეთ, დაждდა სკამზე, თავარ სკამზე რა. იქ სადაც კაბინეტში დებიან რა თავის სავარ დირექტორის კამერა არის სადაც გამიყო და მე დაუწყო სიტყვერი შეურაცხყოფები, რომლებიც იყო უფრო ძიმე მოსასმენი. ისევ ირაკლი გებუაძის მხრიდან. კი, ძალიან ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა. მაგალითად რას ეუბნებოდა თუ შეგიძლია? კონკრეტულ სიტყვებს ვერ გეტყვი, მაგრამ გეტყვი როგორ სისტემით ლანძღავდა რა. ანუ ეს იყო გინება. გინება ყველანაირი ფორმით. ანუ გინებაზე კი იყო დაკნინება და დამცირება იყო და გინებაც იყო რა თქმა უნდა. ანუ მაგალითად ეს ახსნიდა რომ თქვენ გეშლებით, მე სხვა ადამიანი ვარ, მე ვარ ლექტორი და უკვე გადადიოდა აი ამ სტატუსის ანუ რა ლექტორი ხარ და მე ამ ლექტორის სუდგინებებზე იწყებდა რა, ანუ ამ ფორმით ლანძღავდა რა. ლექტორი ვარ რომ მალხაზ ირემაძე ეუბნებოდა პოლიციას. ანუ ეს უჩნდა რომ ის არაფერ შუაში არ იყო, არავისთვის არაფერი შეურაცხყოფა არ მიეყენებია, რაც მე მართლა არ დამინახოს რომ ამეთ სუდი გაეკეთებეს ამ ადამიანს. რამეს რომ ამბობდა, მოკლედ კონკრეტულად ლანძღავდა ყველანაირად რა, ანუ ყველანაირად ცდილობდა რომ მორალურად გაენადგურებინა და ირემაძეს სახე ძალიან სულად ჰქონდა რა, ანუ ძალიან შეურაცხყოფილი იყო რომ ამას ასეთ რაღაცას ეუბნებოდა რა. და მე ძალიან გამიკვირდა რომ სხვა პოლიციელები იყვნენ ამ დროს ამ ოთახში.
ანუ ოთახში მარტო არ ვიყავთ, უბრალოდ ვინსაც იდგა იმას ვერ ვიხსენებ. იმას ვერ ვიხსენებ, ხა ნივთებრო ამოგვალაგებიეს, მე მგონი მაგ ლანძღვის მერე გამოგვალაგებიეს ნივთები რა. მაგ ლანძღვის მერე ამოგვალაგებიეს ნივთები. ანუ არც ერთი სხვა პოლიციელი არ შეწინააღმდეგებია ირაკლი გებუაძეს არაფერი არ პოლიციელებს იკავათ და უტყამდნენ, ამ ადამიანს ირამადა შეძლო თავზე ხელი აეფარებინა, რო არ დაერთებინათ, ხო? აი ფიზიკურად იკავათ პოლიციელებმა, ის პოლიციელები იგივე ხალხი ნორმალურად ლაპარაკობდა. მე არ მიუყენებია შეურაცხყოფა ან თქვენთვის არ მოხაზირემადისთვის. აი იმ პოლიციელებს არც ეს არ მოუყენებია შეურაცხყოფა, დაკავების დროს მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა მხოლოდ და იქ ვინ რა მითხრა ვერ ვიხსენებ გებუაძეს მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ასევე. თქვენს მიმართ? ხო, დაკავების დროს. ან რა გითხრათ მაგრამ? იგინებოდა. ან თქვენ შეგაგინათ? კი. ირაკლი გებუაძე? დაკავების დროს, ანუ მე ასე გავიგე რომ მე ვაგინებდა ყველაფერი ანუ იგინებოდა მე ვიყავდი და მე ვაგინებდა სავარაუდო ვის შეაგინებდა. ან თქვენ მოკაჭეთ ირაკლი გებუაძემ, რასაც აქცევდით და შეგაგინათ? ანუ ხელი მივყავდი და ხელი მომკიდა ასე და ნუ მას არ შევყავდი რეალურად იმათ მივყავდი, მაგრამ ხელი ეკიდა ასე მივყავდი რა, რაღაც ასეთი იყო რა. ეს ვიდრე შეხულებით სამართლოს ეს არაფერი არ იყო რას მე ხელი მომკიდას და შემიყვანეს ეს არაფერი არ იყო. უბრალოდ ამ ადამიანს რო ასე ცუდად მოექცენ, ძალიან ძიმე შესახედი იყო ჩემთვის, ძალიან ძიმე საყურებელი იყო და ვცდილობდი რომ არ შემემჩნია საკეს რომ ეს ძალიან ძიმე იყო, მაგრამ არ ვიცი შემომჩნიეს თუ არა, ხა ძალიან ეს თქვენ როცა შეგაგინეს ეს ხდებოდა სამართლოს შენობაში შესვლამდე, ხო? შესვლამდე დაკავების დროსაც მაგინებდნენ და რო შევედი, ანუ ძალიან ბევრი გინება არ იყო, მაგრამ ისეთი მომენტია რა, უკანად ვერ ვიხსენებ რა როდის იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაკლებად როცა შეხვედით თქვენ უკვე შენობაში, მას შემდეგ თქვენ მოგაყენეს რამე შეურაცხყოფა პოლიციელებმა ან გებუაძემ? შით შესვლის შემდეგ ვერ ვიხსენებ რაიმე შეურაცხყოფა საერთოდ. ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემს მიმართ არ ყოფილა საერთოდ. თქვენთვის უშუალოდ არ ყოფილა ეს? არანაირი შეურაცხყოფა. არც სიტყვიერი, არც ფიზიკური. ხო, აი გარდა იმისა, რაც შესვლის შემდეგ ვერ ვიხსენებ ფიზიკურად. შეიძლება ყოფილიყოს და მე უბრალოდ გადართული ვიყავი და ვერ გამიგონოს რა. რას გედავებითო მე გაგითხრეს თქვენ უშუალოდ აი რა? შედავება ანუ სასამართლოში იქ ოქმში არა, მაგრამ როცა ოქმის შეადგინეს იქ ამ სამართლოს შენობაში, ხო შეადგინეს ოქმი. რა თქვენს პოლიციებმა რა დააშავეთ, ვისთვის დაგაკავეთო? მე მახსოვს წინააღმდეგობის გაწევაზე იყო საუბარი. თუმცა სასამართლოში ანუ ხო ანუ შეიძლება ის იყოს სიტყვიერი შეურაცხყოფის და უბრალოდ არ მახსოვს რა. შეიძლება არ მახსოვს, რომ წინააღმდეგობის გაწევა იყო, მე როგორც მახსოვს მხოლოდ. გითხრეს იქვე რომ თქვენ წინააღმდეგობას გიწევდით, ხო? ანუ ამასთან რა საქმეო? მე საერთოდ ვიხსენებ რომ ჩემზე რამე თქვეს. ეს ადამიანი ირაკლი ან ბუდიშერა ირემაძე, მალხაზი ხო, მალხაზი ირემაძე აქ ატარებს პერფორმანსებს, ის ატარებს სლოან შოუს და რომელიც ცოტა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან არა მარტო ახალი წლის ღამეს, ძალიან ხშირად აკეთებს გამოსვლას და პერფორმანსებს და ძალიან საინტერესო აქტივობები აქვს და ყოველთვის საინტერესოა ყველასთვის მისი ნახვა და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. და ჩემი აზრით, მისი აგრესია, ამათი აგრესია გამოწვეული იყო იმის გამო, რომ ეს ადამიანი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ანუ რა ინტერესი ქონდა თქვენ რა შევიძლია შეგეკითხა? მისი გატეხვა, შეშინება მეტი სხვას ვერ ხვდები ან მაგათ თავში ატრელებს ამბობს. ხო, მაგრამ თქვენ დაინახეთ განზრახულობა პოლიციელების მხრიდან, რომ მათ განზრახ სურდათ რომ მიეყნებინათ შეურაცხყოფა და ეძალათ მალხაზ ირემაძეს მიმართ. ხო? დიახ, ანუ ეს ორი ადამიანი, ვისაც ეკავა ხელი, ხო? მათი იდენტიფიცირება არ ვიცი, ვინები იყვნენ. სავარაუდოდ ვები ეკეთათ, ვერ ვიხსენებ. იმიტომ ისე გაუგებრობა ხდებოდა, რომ ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა რა წესიერად. ანუ ამათ ანუ ის მიიღნენ. ჩვენ ვის დაგვაკავეს სავარაუდოდ ჩემი აზრით, იქ ჩვენი დამკვირვებლების ოქმები, ანუ ვინც ოქმები შეავსო, სავარაუდოდ ეს ხალხი არ იყო, მაგრამ მე ვიც ვიყავდი ძალიან ძლიერები იყვნენ და იქ ისეთი ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომ არ ვიცი რა. რა შეეხება თემურ ქათამაძეს, რომელიც არის ცნობილი როგორც მედროშე, ამ საპროტესტო აქციების ერთგვარი სიმბოლო ყოველთვის, როცა ჩნდება ის საპროტესტო აქციებზე დროშით, ამ ბოლო რამდენიმე დღის გარდა, როცა ეს უკვე დაკავებულია, ხო? თქვენ შეესწაროთ მის დაკავებას, რა ვითარებაში დააკავეს და შემდეგ როგორც ასევე გავიგეთ, მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ფიზიკური სცემეს. თქვენ რა ნახეთ? მე როგორც ვიცი, თემურ ქათამაძე დააკავეს ჩვენი დაკავების შემდეგ და სასამართლოზე მან რაც განაცხადა, არ აღიარებდა მის დანაშაულს. ფიზიკურად როგორ დააკავეს ვერ დავინახავდი, იმიტომ რომ უკვე კაბინეტში ვჭექით რა. როცა სამართლოში შემოიყვანეს, ხომ არ შესწრებიხართ ამ მომენტს, როცა მას ელაპარაკებოდნენ ან აკანებდნენ. მე შევეცადი პატარა გოგონა იყო ჩვენთან შემოიყვანე, არ შემოსულა რა და ვინახე შემოვიდა, კალეთთან იდგა უფროსორა და ტიროდა. ეს იყო, ანუ არ ვიცი რა ნეწლის იყო, მაგრამ ძალიან გავდა არასრულწლოვანს, თვეები ჰქონდა შავი.
და ამბობდა რომ სახში მინდა ასეთი დრასევნებოდნენ მას პოლიციელები. პოლიციელები არა მე ვუთხარი რომ არაფერი არ მოგივა მეთქი და მე მე როგორ გავიგე ვინ მოყვა არ ვიცი მაგრამ მაგოგოს თქონს რომ თქვენ მითხრიესო რა ემაძესთვის ვიღაცა ის მოყვა ვიღაცა მითხრა რა ხო რაც შეხება იზოლატორში ხომ არ მოხდა რა შემდეგ როცა გადაგიყვანეს იზოლატორში იქ რა პირობები იყო გოდერძი ბოდი შეგიძლიათ რომ დავასრულოთ ხო ან რა ხდებოდა იზოლატორში ეს როგორც რა თქმა უნდა იქ ხო არ მოუყენებთ რამე შეურაცხყოფა კარგით როგორც ჩანს დრო სჭირდება კონკრეტული აქციის მონაწილეს რომელიც იყო დაკავებული და ნახა ძალიან რთული მომენტები როცა ისე თანამებრძოლები და აქციის მონაწილეებს როგორ აგინებდნენ როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას და ეს შეურაცხყოფა არ იყო მარტო სიტყვიერი ჩვენ ნახეთ რომ ის გვიყვებოდა ფიზიკური ძალადობის შესახებ როგორ იძალადეს მის თვალწინ საპროტესტო აქციის მონაწილეებზე იგივე ზურაბ ირემაძის მიმართ რომელიც გახდათ ამ მალხაზ ირემაძის მიმართ რომელიც გახდათ ამ საპროტესტო აქციის მონაწილე. გოდერძი შეგიძლიათ რომ დავასრულებ და ძალიან მძიმეა მოყოლა და იმიტომ გავდივარ რომ მინდა ისე გამომივიდეს მოკლედ მინდა ბოლო რაც თქვა რომ ის ირემაძეს კარგად აქ უბრალოდ ხედავდი რა დიდი ადამიანია ძალიან ფიზიკურად და მნიშვნელოვანი ადამიანია და საინტერესო პიროვნება იყო როგორც გავიცანი საკანში რომ გავიცანი იზოლატორში ეს ადამიანი არის ძალიან არ ვიცი რა თქვა თუ არა საყვარელი რა ძალიან ისეთი მაგარი პიროვნება რომ მე უფრო გამიჭირდა მის თქმა რომ ეს ადამიანს ასე ცუდად მოიქცენ რომ ძიმე საკანში რომ ვიყავი ძალიან ცუდად გავხსენ ეს ძალიან ცუდად მოიქცენ რა ეს გოგონაც კიდე ის გოგონა როგორც ვიცი მალე გაუშვეს მე რა მოკლედ იზოლატორში ხომ არ იყო ასევე რაიმე ძალადობის მომენტი ან სიტყვიერი ან ფიზიკური იზოლატორში არაფერი არ ყოფილა მადლობა ეს გოდერძი ფრანგიშვილი იყო საპროტესტო აქციების მონაწილე რომელიც დააკავეს 11 იანვრის ღამით ბათუმში და ეს ახლა გვიყვებოდა იმის შესახებ თუ მის თვალწინ როგორ იძალადეს მის თანამებრძოლებზე პირველ რიგში გვიყვებოდა იმის შესახებ რომ მან არ იცის თუ რის გამო დააკავეს არაფერი არ დამიშავებიო არ შეურაცხყოფა არ მიყენებიაო პოლიციელებისთვისო მაგრამ ის მაინც დააკავეს პოლიციელებმა რომ დირექტორ გებუაძემ მომკაჩა ხელი და მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა შემაგინაო გვიყვებოდა ის და შემდეგ უკვე პოლიციის სამმართველოში მან ნახა როგორ ძალადობდნენ პოლიციელები კონკრეტულად დირექტორ გებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსი როგორ სცემდა და აგინებდა მალხაზ ირემაძეს დაკავების შემდეგ პოლიციის შენობაში კონკრეტულად და 8ჯერ ჩაარტყა თავში ხელიო ასეთი რამ განეცხადა ეხლა პრაქტიკულად მოწმე ხო ამ არასაფერდო მოპრობის ძალადობის და წამების შესახებ არაერთხელ გაჟღერდა უკვე ამის შესახებ 12 იანვარსაც კი აღნიშნა მზია ამაღლობელმა როცა ის დააკავეს და მასთან ჯერ არ შეუშვეს ადვოკატი მთელი 3 საათის განმავლობაში შემდეგ როცა შევიდა ადვოკატი მათ უთხრა მზია ამაღლობელმა რომ ის არასაფერდო მოპრობის მსხვერპლი გახდა ჩვენ ასევე გავავრცელებთ ვიდეო ბათუმელების გვერდში შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო როგორ აგინებს და როგორ ემუქრება ირაკლი გებუაძე მზია ამაღლობელს ამ ყველაფრის შესახებ ინფორმირებულია უკვე 5 დღეა სპეციალური საგამოძიებო სამსახური რომელიც კანონით დაიძიებდეს პოლიციელების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს თუმცა ეს უწყება ამ დრომდე არ ამბობს დაიწყო თუ არა საერთოდ გამოძიება პოლიციელის მიერ ჩადენილი საავადმყოფო დანაშაულების შესახებ თუ დაიწყო რომელი მუხლით დაიწყო ან რა ეტაპზე ეს გამოძიება ასევე გამოიკითხა თუ არა ირაკლი გებუაძე და გრიგოლ ბესელია რომლებიც აჭარის პოლიციის ხელმძღვანელი პირები არიან და ისინი პირველ რიგში არიან პასუხისმგებლები ადამიანების უფლებების დაცვაზე და მაშინ როცა ჩვენ გვესმის და ხედავთ პირდაპირ მტკიცებულებებს ვიდეო მტკიცებულებებს მათ შორის ლეტრალ მტკიცებულებებს როგორ ძალადობენ ისინი ადამიანებზე ამის გამო უწყება საერთოდ აკეთებს თუ არა რეაგირებას ჩვენ ამაზე უწყება არანაირ პასუხს არ გვაძლევს დღესაც დაუკავშირდით ჩვენ ბათუმელები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჩვენ გვიპასუხა პრეს-ცენტრმა რომ ის
უპასუხებდა ჩვენ შეკითხვას, ჩვენ მას დავუსვით შეკითხვა, გამოიკითხა თუ არა მაგალითად ირაკლი დგებუაძე იმ ინფორმაციას დაკავშირებით, რომელიც გასაჯარობდა, რომელიც შესახებაც ლაპარაკობს უკვე არაერთი მოწმე თუ როგორ ძალადობს ბათუმის პოლიციის უფროსი კონკრეტულად ირაკლი დგებუაძე საპროტესტო აქციის მონაწილეებზე. ჩვენ დაგვირდა ამ უწყების პრეს-ცენტრზე მოგვეწოდა ინფორმაციას, მაგრამ საბოლოოდ მათ ჩვენ სატელეფონო ზარებს საერთოდ აღარ უპასუხეს. ასეთი მოცემულობა. დღეს ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა კიდევ ერთხელ, როგორც თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამმართველოს შენობასთან და იქ შეკრებილმა ადამიანებმა მოითხოვეს ის, რომ შეჩერდეს ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი უფლებამოსილება, ვინაიდან მას ადანაშაულებენ, ადამიანები ბრალს დებენ იმაში, რომ მან ჩაედინა ძალადობა თან არაერთ შემთხვევაში, ამიტომაც უნდა შეჩერდეს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება. დღეს კი 51 დღეა, რაც საპროტესტო აქციები იმართება ბათუმში და არა მხოლოდ ბათუმში და თბილისში, უკვე ყველგან ისმის ეს პროტესტის ხმა, როცა მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი არაპირებენ გაჩერებას, არაპირებენ შეწყვიტონ ეს ბრძოლა, ვიდრე არსებობს ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი და ეს საფრთხე გააჩინა, ეს უზარმაზარი საფრთხე სახელმწიფოებრიობის გააჩინა ქართულმა ოცნებამ, როცა მან ჩაკეტა გზა ევროპისკენ და ძალიან მარტივია წარმოვიდგინოთ თუ რა საფრთხე შეიძლება ელოდებოდეს ამ ქვეყანას მარტო დარჩენილი პარტნიორების და მეგობრების გარეშე, როცა აგრესორ რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენა რა შეიძლება ნიშნავდეს, ასევე როცა გვაქვს საქმე კონსტიტუციურ გადატრიალებასთან, ძალაუფლების მიტაცებასთან, ამიტომაც მოქალაქეები ამბობენ, რომ დღეს აღარ არის გაჩერების და ბრძოლის შეწყვეტის დრო. ეს 51 ღამეა, როცა გრძელდება პროტესტი, მათ შორის ბათუმის ქუჩებში, დღეს მთელი დღეა ბათუმში ძლიერად წვიმს, მაგრამ ამის მიუხედავად მოქალაქეები მაინც მოვიდნენ ბათუმში, რომ ისე მოითხოვენ არჩევნების ხელახლა ჩატარება და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, რომლებიც დააკავეს ამ საპროტესტო აქციების დროს. ვაჟა დარჩ შეხედავ ახლა მე აქ საპროტესტო აქციაზე ბათუმის საკრებულოს წევრი პარტიიდან ლელო, ისიც დააკავეს 11 იანვრის ღამით ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან და მან 5 დღე გაატარა იზოლატორში, მას 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. მოგყევით დეტალები ვაჟა რა ხდებოდა ამ დროს აქციაზე, როცა თქვენ დაგეკავეს. მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა შესაძლებლობისთვის. არაფერი არ ხდებოდა, აქ დაიჭირეს სასამართლოსთან თათია აბულაძე, შემდეგ ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ მისთვის სოლიდარობა გამოგვეხატა, მივედით მთავარ სამმართველოსთან, სადაც სოლიდარობა გამოვხატეთ თათიას მიმართ, ასევე აქტივისტმა ციალა ქათამიძემ დიახ, სასამართლოსთან დააკავეს და იქ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქ გვითხრეს პოლიციელებმა, რომ გადაყვანილი იყო, ამიტომ წავედით იქ ციალამ დააკრა სტიკერი გარე ტერიტორიაზე და ამის გამო დააკავეს. მე ვიკითხე რატო დააკავეს, აღმოჩნდა რომ თურმე ვინ მეკითხებოდა ციალას დააკავებდნენ თუ არა, დამტაცეს ხელი, შემაგდეს კორდონში, ბურთივით მომისროლეს, მირტყეს რაც შეიძლებოდა, მოკლედ გაგა შემომახიეს ქურთუკი და ასე შემდეგ. ძალიან არასასიამოვნო იყო ცხადია ეს ყველაფერი. შიგნით როცა შევედით უკვე იქ კორდონში შემაგდეს მე, ანუ ეხა იქ იდენტიფიცირებაში წარმოუდგენელი იყო ადამიანების, არც მიფიქრია იმაზე რომ ეხა მეყურებინა ვინ მირთყამდა, იმდენად რთულ მდგომარეობაში ვიყავით, როცა უკვე შემაგდეს და ეზოს ტერიტორიაზე შევედით, მე პოლიციელებმა იქედან აქედან ამომიდგა ორი პოლიციელი, შემიყვანეს. იქ სრული ის სპექტაკლი ხდებოდა სამმართველოს შენობაში, არ იწერებოდა ოქმი, დაახლოებით 2 საათ ნახევარი დავყავით თითოეულმა ჩვენგანმა იქ, ოქმს არავინ არ წერდა, ვიღაცა თენგო ისმოდა ხმა, ამ თენგოს ელოდებოდნენ, რომ შაბლონი დაეწერა, ისე რომ სიტყვებში გადაცდომა არ ყოფილიყო. ჩემი ოქმი შეადგინეს ადამიანებმა, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ აქციაზე და მოვიდნენ შემდეგ და მე მეკითხებოდნენ თუ რატო დამაკავეს, რა მოხდა, შეადგინეს ოქმი. უკვე სასამართლოზე მოკლედ წაგვიყვანეს ლანჩხუთში, 2 დღე ვიყავით ლანჩხუთში, ამის შემდეგ მოხდა ჩვენი ეტაპირება, წარმოუდგენელი ამბავი იყო, 20 პოლიციელი მარშრუტკით ჩამოვიდა ჩვენს გადმოსაყვანად, თავი მეგონა რაღაც
ვესტერნის ფილმში, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ამბავი იყო, ეხლა ჩვენზე ამხელა რესურსის დახარჯვა. იქიდან ჩამოვედი დაახლოებით 3-10 წუთზე და 11-ის ნახევარზე დაიწყო ჩემი პროცესი. ეს პერიოდი ბორკილები სამმართველოში ძალადობაზე რომელშიც ჩართული კი, სამმართველოში გარეთ ხომ შეესწარით რაიმეს თქვენ დაკავების დროს ან დაკავების შემდგომ დიახ, სამმართველოში ნუ როცა ეს ოქმები იკერებოდა პირდაპირ, იმიტომ რომ არც ერთ მსგავსი სიტყვა გამოყენებული არ ქონდა, გარეთ უკვე შემოიყვანეს მალხაზ ირემაძე და ჩვენი აქციის სიმბოლო მედროშე და ისმოდა გარეთ სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაპირისპირება, ძალიან ბევრი ადამიანი იგინებოდა, მე არ მომეცა შესაძლებლობა რომ გავსულიყავ, იმიტომ რომ დამაკავეს ოთახში, თუმცა მე ირემაძესთან ერთად ვიყავი საკანში 3 დღე და მან მითხრა თუ როგორი ძალადა მათ შორის დგებუაძე მასზე, იგივეს ამბობდა მედროშე და ადამიანები ეს არ იყო ჩვენთვის სიახლე, იქამდეც ამბობდნენ ადამიანები ამას. დიახ, კონკრეტულად ირაკლი დგებუაძეს ადებენ ხელს. ჩემს მიმართ ეხლა რა თქმა უნდა არ იქნება სწორი რომ ვისაუბრო რომ რაღაც მსგავსი ამბები იყო, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. თუმცა არავის არაფერი არ მოუყენებია, უბრალოდ იქ იმდენად სუდი საყურებელი იყო ის რაც ხდებოდა, ეს სრულიად შეკერილი პროცესი, დადგმული სპექტაკლი, რაღაცა რეჟისორი და აი რაღაცა წარმოუდგენელი ამბავი იყო იმის ყურება რაც იქ ხდებოდა. მოგისმენია თქვა რაიმე ან შეძახილი გინებას როგორ არა ეს ყველაფერი მესმოდა რაც იქ ხდებოდა უბრალოდ ფიზიკურად ვერ ხედავდი ეს სიტყვიერი დაპირისპირება შეურაცხყოფა მესმოდა ყველაფერი მესმოდა რაც იქ ხდებოდა უბრალოდ არ ვიცოდი ვის მიმართ ხდებოდა ეს ყველაფერი თუმცა მე ეს ყველაფერი გავიგე ირემაძეს მათ შორის თვალზე აქვს დაზიანება სათვალე დაუზიანდა ასევე მედროშეს ჰქონდა ბევრი დაზიანება მოკლედ ფიზიკურად იძალადეს ამ ადამიანებზე ისინი ამას ღიად ამბობენ, მათ შორის ეთყობათ კიდეც. და სამწუხარო რომ თემურ ქათამაძე, რომელიც ამ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი იცა, მის გუშინ გამოვიდა 5 ხელი. დიახ, ნიავიც საერიც კი არ ჩააყლაპეს ამ ადამიანს, ეს მაშინვე გახდა ჩვენთვის ნათელი, იმიტომ რომ იქ იმუქრებოდა კიდეც ქსენოფობიური განცხადებები, თურქეთი რუსეთზე ნაკლები არ არის, ჩვენ ურქეთმა ვარესები გაგვიკეთა, აი მსგავსი შეძახილები ქონდათ. ბატონი ცხადია ამას ჩვენ ვისმენდით, უბრალოდ არ ვიცოდით ვისი მისამართით იყო, თუმცა მე რა თქმა უნდა ყველაფერი გავიგეთ. ფირებადი იყო თქვენთვის ანუ რომ ირაკლი დგებუაძე ეუბნებოდა ამას თუ უბრალოდ გესმოდა და არის კი, ირაკლი დგებუაძეც ეუბნებოდა უკვე მერე და იქამდეც ახლა ვიცნობთ რა ეს ხალხი ჩართული ვარ პროცესში რა თქმა უნდა ცხადია მესმოდა მე თვითონაც მომიყვნენ განსაკუთრებით მალხაზ ირემაძესთან ერთად 3 დღე დავყავი იზოლატორში და სხვა საქმე ჩვენ არ ვქონია გარდა იმისა რომ ერთმანეთისთვის ამბები გაგვეცვალა ნუ სასამართლოს დღე იყოს რაერთოდ წარმოუდგენელი ამბავი. მანამდე რომ აღნიშნოთ რომ მალხაზ ირემაძეც გავიდა უკვე პერიოდი 5-ხიანი ადმინისტრაციული პატიმრობის პერიოდი ის უკვე გარეთ არის. კი. გამორთული აქვს თელ დღე ტელეფონი და არ პასუხობს ჩვენი შეკითხვას. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ ის რომ ანუ ცუდად და ასე შემდეგ ის არ არის ალბათ მიიღო გადაწყვეტილება დასვენების ან ასე შემდეგ ჩვენ ერთად ჩამოვედით და ის რომ რაღაცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ არის აქ ეს ესე არ არის თუ რა თქმა უნდა ხა გუშინს მე რამე არ მოხდა თუმცა რა თქმა უნდა ცუდად იყო მათ შორის განწყობითად ცუდად იყო იმიტომ რომ ესეთი რაღაცა მოხდა მის თავს საერთოდ არ ელოდა ის ამას რა თქმა უნდა არავინ არ ველოდით ცხადია დაადასტურა და ეს ყველაფერი ხილვადი იყო ამას დადასტურება არ ჭირდებოდა მას ეთყობა შეიძლება დღემდეც ეთყობა ის იარები ასე რომ თქვა რაც მიანიჭეს კი ირაკლი დგებუაძემ სცემა მას ეს ღიად ჩემთანაც დაადასტურა ამაზე აქციის მონაწილეებმაც ისაუბრეს მათ შორის რამდენიმე მათგანი როგორც ჩემთვის ცნობილია შეესწრო კიდეც სიალა ქათამაძე გოდერძი ფრანგიშვილი ამბობენ რომ ისინი არიან თვითმხილველები ამ ამბის მათ შორის ჩვენ ერთად ვიყავით და გოდერძი იქაწყებოდა ამ ამბავს თუ როგორ შეესწრო ის ამ ფიზიკური ძალადობის ფაქტს მე უბრალოდ ხმა მესმოდა ამ ყველაფერს უბრალოდ ვერ შევძელი დამაკავეს ოთახიდან არ გამიშვეს რომ მე ნახა თუ რა ხდებოდა იქ ანუ ამის შესაძლებლობა ფიზიკურად არ მქონდა. მე მოხდა ის ყველაფერი რომ ეს დადგმული ოქმები დაწერეს. მე გადაგვიყვანეს ლანჩხუთიდან გადმოგვიყვანეს 2 დღის შემდეგ და ჩაინიშნა ჩვენი სასამართლო, რომელიც ჩატარდა 48 საათის შემდეგ. ეს პროცედურულად რა თქმა უნდა დარღვევა ჯერ ის იყო დარღვევა რომ 48 საათი ეს რაღაცა რეპრესიული მექანიზმი მათივე მიღებული რომ თითქოს 48 საათი არის აქტივისტების გაჩერების შესაძლებლობა მათივე მიღებული კანონია ეს ჯერ კიდევ
აქციების პერიოდში, როცა რუსულ კანონს ვაპროტესტებდით, ამის შემდეგ უკვე 48 საათის შემდეგ დაიწყო ჩვენი პროცესი და ლანჩხუთიდან 3-ის 10 წუთზე ჩამოვედით, 11-ის 9:15-ზე დაიწყო ჩვენი პროცესი. ბორკილებით 9 საათი ჯერ ქუჩაში, მერე სასამართლოს ქვემოთ ფოიეში რაღაცა ტუალეტთან, ჯერ იქ რა პირობებია წარმოუდგენელია, რომ სასამართლო ესეთ მდგომარეობაში იყოს, როცა ქვეყანას რამეზე აქვს პრეტენზია. ჩვენთან ერთად იშიმშილეს ბადრაგებმა, პოლიციელებმა, ისინიც კი იმ განწყობით იყვნენ, რომ ცუდად ვარ ცოლებს ურეკავდნენ, რომ საჭმელი დამახვედრე და ასე შემდეგ. რამდენიმე მათგანი გულზეც კი მისდიოდა თვითონ აუმბობდნენ ჩვენთან, რომ წარმოუდგენელი ესეთი პრაქტიკაშიც კი არ ქონიათ და მერე მოხდა ის, რომ დაიწყო ჩვენი სასამართლო პროცესი. ცხადია, რომ ჩვენ არ ქონდა შესაძლებლობა მათ შორის იურისტებთან კომუნიკაციის, ვითხოვეთ, რომ გადადებულიყო პროცესი ამ ფაქტების გათვალისწინებით, თუმცა მოსამართლემ მოგვაყარა საბუთები და გითხრა, რომ 9 საათს გაძლევთ გაიცნოთ საქმის დეტალებს. დიახ, ირმა ტოგონიძემ 9 საათი რაღაცა განვიხილეთ იურისტებთან ერთად, ისევ ბორკილებით. მნიშვნელოვანი იყო ის ამბავი, რომ ძალიან გვშიოდა მართლა, წარმოუდგენლად ცუდად ვიყავით, უკვე გულზე მივდიოდა და ორ-ორი ბარნი მოგვიტანეს ადვოკატებმა და ხელბორკილები არ გაგვიხსნეს, რომ ეს გვეჭამა და აი მართლა წარმოუდგენელი ამბავი იყო, თავი მეგონა რაღაცა აი ბოლო რაღაცა სისხლის სამართლის დამნაშავე, იმიტომ რომ ესე არ შეიძლება ადამიანზე მოქცევა, რაც იქ ხდებოდა. ის პროცესი, რომ სრული სპექტაკლი იყო, ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ და მე მეკითხებოდნენ ამბავს თუ რა მოხდა და რატო დამაკავეს, წარსგნენ ჩემს მოწმეებად, დამკავებლებად. ესენი არიან ლაშა მოწყობილი და ზვიად ხოზრევანიძე, მე თქვი რომ ყველგან ვიტყოდი ამ ადამიანის სახელებს და გვარებს, განსაკუთრებით ჩემთვის ემოციური იყო, იმიტომ რომ დედაჩემი დავინახე იქ და მე არ მეგონა თუ ის იქ იქნებოდა, გურიდან ჩამოვიდა და ძალიან ემოციურად იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზე და 2 საათი მე დავყავი ამ ადამიანებთან და ისინი ჩემგან გებულობდნენ ამბებს, რა მოხდა, რატო მოვედი და ბოლოს აღმოჩნდა პროცესზე რაღაცა ხელი მოაწერეს, ფიცი დადეს, რომ არ ვიწრუებდნენ და ესეთი მოკლედ სპექტაკლი შედგა ჩვენს ირგვლივ, თუმცა რა თქმა უნდა გამოვედით აქ ვართ, როგორც კი მორჩა ეს პროცედურული ამბები დაუბრუნდით და რა თქმა უნდა რომ ჩვენ აქ არ მოსულიყავით, დავეშინებინეთ. ამის შემდეგ კიდე წარმოუდგენელი ამბები მოხდა, ჩვენ შემდეგ ახალგაზრდებს 12-13 დღე ასევე პოლიტიკოსები არიან ნაცემი, მისი გუნდის ყოფილი პრემიერის სემეს, ხო ეხლა წარმოუდგენელი ამბები ხდებოდა. ეს არ გაგვაჩერებს ფაქტია, უფრო მეტი შემართებით ვართ, უფრო მეტი ჩვენი თვალით ვნახეთ ის ძირგამო, აი სასწაული ხდებოდა, ხო? ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, დავრწმუნდი და ეხა ეს ყველაზე მეტად წარმოუდგენელია, რომ ეს ამბები გადაგვაფიქრებინოს ვინმე, იმიტომ რომ ჩვენი თვალით ვნახეთ მთელი ჩამპალი სისტემა, როგორც იქ პირობები თუ როგორია და ასე შემდეგ და ვაპირეთ ბრძოლას მანამ, სანამ ის ჩვენი ორი მთავარი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული. ეს არ არის მთავარი. ცხადია, ირაკლი დგებუაძის უფლებამოსილება უნდა შეჩერდეს, იმიტომ რომ არ შეიძლება. ეს არ არის ახალი ამბავი. გემის დროს გვახსოვს, როცა გენრი დოლიძე პერსონალურად საუბრობდა ამაზე, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეგეც. მე ყველა ჩვენს თანამებრძოლს, ზოგი ფოთში არის, ზოგი სენაკში არის, რა თქმა უნდა, გამძლეობას უსურვებ და რითიც შემეძლება მათ გვერდით ვიქნები ამ პერიოდში. ასევე სოლიდარობას უცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის უკანონოდ დაპატიმრებული, ხო აქ აღარ არის უკვე არაფერზე საუბარი. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყანას მომავალი არ გააჩნია და თუ ესე არ მოხდა მართლა წარმოუდგენელი იქნება ეს ქვეყანა რომ რაღაცნაირად განვითარდეს. ეს არ არის რაღაც პათეტიკა და ზედმეტი რაღაცები, იმიტომ რომ ცხადია უერთები, იმიტომ რომ მე 3 დღე ვისმენდი ამბავს, როცა ჩემი თანამესაკნე მიყვებოდა იმას თუ როგორ იძალა და მან პერსონალურად მასზე რამდენიმე ადამიანს ყავდა დაჭერილი მალხას ირემაძე და ასე უსწორდებოდა ის პირადად მალხაზ ირემაძეს და ცხადია უერთები მაგ მოთხოვნასაც, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მინდა ის რომ მაგ მიმართულებით ფოკუსი გასწორდეს და ის ორი მოთხოვნა რა ჩვენ გაგვაჩნდა პირველი დღიდან აქციებისა 28 ნოემბრიდან იყოს ზალაში, ეს არის ახალი არჩევნები და ყველა ჩვენ თანამებრძოლის თბილისში დაკავებულის თუ იმის შემდეგ განვითარებულ მომენტზე დაკავებული ადამიანების თავისუფლება და ყველა ის ადამიანი დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი შემართებით, უფრო მეტი ენერგიით დაბრუნდება საპროტესტო აქციაზე, რომელიც თუ რა თქმა უნდა იქამდე შეწყდება და იქამდე გამოიღებს შედეგს ძალიან კმაყოფილებული ვიქნებით, თუმცა ისიც გააზრებული გვაქვს ჩვენ რომ ეს არ არის რაღაცა დღეებზე დამყარებული ბრძოლა და ვაპირებთ რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე, იმიტომ რომ ჩვენ უკვე დასაკარგი არაფერი გვაქვს, დასაკარგი რაც აქვს ამ ქვეყანას აქვს დასაკარგი მომავალი და ამ მომავალს ეს ქვეყანა ახალგაზრდები
წარმოუდგენელია რომ დაკარგონ რა ამას პათეტიკის გარეშე ვამბობ, იმიტომ რომ ჩემი თვალით მე 5 წელია პოლიტიკის დეპუტატი ვარ საკრებულოს და ასე შემდეგ, თუმცა რასაც ნახულობდით, ზოგი გვესმოდა, ზოგს ხედავდით, თუმცა ესე ნათლად, ესე ხელშესახებად მე ამ ჩამპალ სისტემასთან შეხება მომიწია პირველად და ჩემი თვალით დავწმუნდი, რომ თუ ქართული ოცნება არ შეიცვლება, ეს ყველაფერი გაგრძელდება და ეს ყველაფერი თუ გაგრძელდება, წარმოუდგენელია ვისაუბროთ ევროპულ მომავალზე, ადამიანის უფლებებზე, საერთოდ რაღაცა წინა რეჟიმთან პარალელებზე, იმიტომ რომ უკვე ყველა ზღვარი წაშალა ხელისუფლებამ და ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ შვიდობიანი არჩევნების გზით ესენი გავისტუმროთ ხელისუფლებით. სხვა ალტერნატივა სამწუხაროდ ამ ქვეყანას არ აქვს და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს გამარჯვება ერთად მოხდეს. ასე საინტერესოა, რომ სასამართლო პროცესები განიხილა ერთიანად ირმა ტოგონიძემ და არ მისცა მან მხარებს განსაკუთრებით დაცვის მხარეს საშუალება, რომ თქვენ წარმოგედგინეთ მტკიცებულებები, ხო? ხამის 4 საათზეც კი განიხილავდა ის ამ საქმეს და რატომ იყო მისი განსაკუთრებული ინტერესი, სასამართლოს ინტერესი ამ შემთხვევაში, რომ ასე მიჯრით და პრაქტიკულად სამართლის სასამართლოს უფლების ხელყოფის ხარჯზე განეხილა ეს საქმეები. სრულად. თუმცა შეიძლება მარტო გადაედო საქმეები და შემდეგ განეხილა გონიურ ვადაში. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეს ეტაპირების ნაწილი შემდეგ სასამართლოში განვითარებული მოვლენები და ის ყველაფერი რაც ხდებოდა, მადლობა უმეცი, რაც ხდებოდა, ვთხოვეთ კიდეც, მოუწოდეთ კიდეც, რომ სასამართლო პროცესი გადადებულიყო, თუმცა ეს ყველაფერი არ გააკეთა. ყველაზე ნიშანდობლივი ჯაბა არ მინდა გამოვჩეს ეგ ამბავი და გითხრათ, რომ ჩვენს წინ ჩემი და ირემაძის პროცესი იყო 3 ადამიანის შემდეგ, ეს იყო მათე ცენტერაძე, ფრანგიშვილი და კიდე მესამე აი ჩვენი მედროშე, სიმბოლო. ჩვენ ქონდა რა თქმა უნდა პოლიციელებს კომუნიკაცია თუ რა ხდებოდა დარბაზში და ჯერ კიდევ მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებადაც კი არ იყო შესული, როცა ავტომობილები სასამართლოს ეზოში მოვიდნენ და ეს იყო ჩვენთვის ნიშანი იმისა, რომ განაჩენი უკვე გამოტანილი იყო, ყველაფერი უკვე ცხადი იყო, რომ პატრონობა შეუფარდებდნენ მათ, ხო? ფიზიკურად და ავტომობილები მოვიდნენ, ჯერ მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებადაც კი არ იყო შესული და ამან ჩვენ მიგვანიშნა ის, რომ ეს რა თქმა უნდა არ იყო მოსამართლის მიღებული გადაწყვეტილება და წინასწარ იყო დაწერილი. ანუ წინასწარ იყო ცნობილი სისტემისთვის, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. რაც მოიყვანეს, გახდა შემდეგ ამ ტრანსპორტირების ისა საშუალება, ხო? ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ მე და ირემაძემ გავცვალეთ ეს აზრი, მათ შორის პოლიციელებიც ვიდასტურებდნენ ამ ამბავს, რომ აქ სხვა პროცესი არ არის და შესაბამისად დაუსრულებელ პროცესზე წარმოუდგენელი ამბავი იყო თუ რატომ მოიყვანეს, ჩვენთვის ცხადი გახდა ეს ყველაფერი, 5 დღე მიუსაჯეს ამ ადამიანებს და ჩვენს ცხადია მოლოდინი არ ჰქონდა იმის შემდეგ, რომ რაღაცნაირად სხვანაირად წარიმართებოდა პროცესი, თუმცა სასამართლო პროცესი იმდენად სიმბოლური იყო და იმდენად წარმოაჩენს აი ამ ყველაფერს, ამ სპექტაკლს, ამ დღეების განმავლობაში ხდებოდა, მაინც მნიშვნელოვანი იყო, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო თუ რა ჭაობში ვარ და ბოლოს მოვიდა ქალბატონი ტოგონიძე რაღაცა ცინიკური დამოკიდებულები ჯერ პროცესის დროს პროკურორებმა წარმოადგინეს ვიდეო ჩემს წინააღმდეგ, რომლის დროსაც უკვე დაკავებული ვიყავი და ამბობდნენ, რომ აი ამ ვიდეოში ვაჟადარჭია იაგინებს პოლიციელებს და ამ ვიდეოში უკვე მე დაკავებული ვიყავი, ანუ წარმოუდგენელი იყო, რომ მე სამმართველოდან იქ აქციაზე რაღაცა ამბები მქონოდა, ხო? წარმოუდგენელი ამბავი იყო. არც ერთი ვიდეო, სადაც ჩვენი გინება ისმოდა, წარმოუდგენელი არ იყო. პოლიციელებს დაუჯერა. ანუ პოლიციელების ჩვენებებს დაეხო მოსამართლე, როგორც ეს არ შემთხვევაში მოხდა და არ შემთხვევაში ჩანს ასე, როგორი ურთიერთ გამომრიცხავია პოლიციელების ჩვენება და ეს მოსამართლე განსაკუთრებით არ ინტერესდება ნეიტრალური მტკიცებულებები. როცა მოწმეებს ეკითხებოდნენ ჩვენი იურისტები თუ აი რა მანძილი იქნებოდა და თქვენსა და ვაჟას შორის 1-დან 5 მეტრამდე პასუხი იყო წარმოუდგენელია ხო ეხლა თვალით ადამიანმა 1-დან 5 მეტრამდე ვერ გაზომო ეს ხო სიგიჟეა წარმოუდგენელია ან 5 მეტრის რადიუსში რანაირად შეიძლება მომიწოდებდე რაღაცა იმას მაძლევდე დაუმორჩილებულობაო თითქოს არაფერი მსგავსი ცხადი არ ყოფილა ამიტომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ ნახა ყველამ ნახეთ თუ რა ფარში მონაწილეობდით და ყველაზე მეტად ეს იყო მოსადგენილი, რომ ყველას გააზრებული ჰქონდა, რომ ფარში ვიღებდით მონაწილეობას და მე როცა განაჩენის გამოსაცხადებლად შემოვიდა მოსამართლე, ვთქვა, რომ ევროპული მომავლისთვის უნდა გავაკეთო მე ის, რომ ერთმა საჯარო მოხელემ და მეორე ხელოვანმა გააკეთა, მიიღო ეს გადაწყვეტილება და თურმე აგინა პოლიციელებს და წარმოუდგენელი ამბავია, რომ ის ფარსი გაამართო ევროპული მომავლის, ხო? ირმა ტოგონიძეც ისევე როგორც ბევრი მოსამართლე ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მოყვება იმ სანქციების ქვეშ, ის პირდაპირ
მას პირდაპირ ეცოდინება, რომ ის არის სისტემის მონაწილე, რეჟიმის მონაწილე, დაწერილი გადაწყვეტილებების მიმდევრი ადამიანი, ასევე ეს იქნება გულიკო კაჟაშვილის შემთხვევაში და ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას, მათ შორის ის სამართალდამცავები ბჭყალებში, რომლებიც ფიზიკურად ძალადობენ მოქალაქეებზე, მოვა ამ ქვეყანაში დრო, ძალიან მალე, როცა თითოეული მათგანი აგებს პასუხს სამართლიანი სასამართლოს წინაშე, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ჩვენ რასაც ვითხოვთ, ეს არის სამართლიანი თამაშის წესები ყველასთვის და ამ სამართლიან თამაშის წესებში ყველა ეს ადამიანი სამართლიანად აგებს პასუხს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ესე არ ჩაივლის, აქ ადამიანები ირემაძის განწყობა წარმოუდგენელია, იმდენად ცუდად გზნოდა ამ ყველაფრის შემდეგ თავს და რა თქმა უნდა ყველა მათგანს ცოტა ხანში, სულ ცოტა ხანში, როცა ამის რეალური შესაძლებლობა იქნება და ეს რეჟიმი ბოლო-ბოლო დაასრულებს თავის პოლიტიკურ არსებობას, რა თქმა უნდა მოეთხოვება პასუხისმგებლობა უკაცრესად კანონის წინაშე, ეს არ არის რაღაცა რევანშიზმი, ეს არის უბრალოდ იმ ადამიანებისთვის თქმა იმისა, რომ ესეთ რაღაცები აღარ უნდა მოხდეს. პოლიციელები უნდა იყვნენ სამართალდამცავები, სამართლიანები და ამ დროს აფერისტები, მათხვარები არიან, სულ ჩვენებებს იძლევიან ფიცდებენ, რომ თითქოს არაფერს მოითხოვებიან და ზღაპრებსებიან და ეს ყველაფერი თუ არ დასრულდება, ესე წარმოუდგენელია, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს. ამიტომ კიდე ერთხელ ყველას ვისურვებ ძალიან მალე დაუბრუნდნენ ამ ბრძოლას, რაც აქეთ არის, მე დღეს რომ მოვედი, იმდენად სხვანაირი მოტივი გზელი, ისეთი განწყობა დახვდა, ისეთი სოლიდარობა დახვდა, რომ წარმოუდგენელია ეს ყველაფერი განერდეს. ამიტომ ჩვენსთანავე მებრძოლებს მალე დაბრუნება და მნიშვნელოვანია, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უნდა მივიღოთ ახალი არჩევნები და ამ არჩევნებში თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევძლოთ ის, რომ მართლა ელჩები გავხდეთ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის, იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ რაღაცა გადამდები ადამიანებისთვის, რომ ქართული ოცნება ამ ხელისუფლებიდან წავიდეთ. თორემ მართლა იმდენად პესიმისტურად ვარ ამ ყველაფრის განწყობილი, თუ ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებაში დარჩა, რომ ამ ქვეყანას შეიძლება რაღაცა სუვერენიტეტი, აი თვითონ არასაც ამბობენ, რომ სუვერენიტეტს ვიწავ დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის პრობლემა გაუჩნდეს ისევ და არ მოხდება ეს, იმიტომ რომ ქართველი ხალხი არ გახდება ეგ ბელორუსი არ იქნება საქართველოში ეს ეხლა კი არ დასტურდება, ყოველთვის დასტურდებოდა ამ ქვეყნის ისტორიიდან. მადლობა, რომ ეს ესე იქნება და აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ სახელმწიფოს. მადლობა, ეს ვაჟედარჩე იყო ბათუმის საკრებულოს წევრი პარტიიდან ლელო, თქვენ ახალმის პოზიციას ისმენდით მათ შორის იმ ამბებს, რომელიც უკავშირდებოდა დაკავებას ბათუმის საპროტესტო აქციაზე 11 იანვრის ღამეს. ბოდიში, მინდა რომ გაგესაუბროთ ჩვენს პირდაპირ ეთერში, ყველა ძალიან დიდი ინტერესია ამ ბათუმის ერთგვარი სიმბოლოს, მედროშე კაცის დაკავება. თქვენ მასთან მეგობრობთ, როგორც ვიცი და მასთან ჩანდი ძალიან ხშირად ამ დროშასთან ერთად. ხო, კომენტარში გვიწერენ ამ პატრიოტთან მედროშესგან რა უნდათ, ვერ გავიგეთ, ასეთი პატრიოტი კაცი და ყველა იყოს ქვეყანაშიო. ის გუში გავიდა 5-დღიანი პატიმრობის ვადა, ის გამოვიდა სენაკის იზოლატორიდან და რამდენიმე წამში ისევ უკან შეაბრუნეს, ხო? დღეს მან დაიწყო შიმშილობა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მასთან იყო შესული ადვოკატი, ის გაძევებას აპირებენ ქვეყნიდან. თქვენთვის რა არის ცნობილი, თუ ქონათ რამე კომუნიკაცია მასთან, როგორია მისი მდგომარეობა? მანამდე ახლა რაც დაკავებულია იმის მერე რა თქმა უნდა, მანამდე ვისაუბრია ბევრჯერ, ეს ვიცი რომ იბრძოდა ორმაგი მოქალაქეობისთვის 5 წლის წინ ჩააბარა ყველა გამოძე და ყველანაირად აქვს უფლება ორმაგი მოქალაქეობა რომ აიღოს და მისთვისაც არ იბრძოდა. იბრძოდა აი თურქეთის ქართველებისთვის, ჩვენებურებს რომ უწოდებენ და ანუ ეს ადამიანი ზოგადად პირადი სარგებლისთვის არაფერს აკეთებს, რომ გასაგები რომ იყოს, ხო? მისი იდეალი არის აჰმედ მელაშვილი და თუ შეიძლება ასე ითქვას, მის საქმეს აგრძელებს და მისი ეთნიკური ქართველი მუჰაჯირების შთამომავალი და ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას და არ მისცეს ეს მოქალაქეობა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი. არ მისცეს საერთოდ გაურკვეველი მიზეზების გამო და მიმართა სასამართლოს, ანუ ედავება სახელმწიფოს იმის გამო, რომ არ მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა და ამას მისი გაძევების უფლება არ აქვს რეალურად, იმიტომ რომ ის სასამართლო პროცესი. დიახ, ჯერ არ დასრულებულა სასამართლო პროცესი. მაგრამ ამის მიუხედავად მაინც დააკავეს და ცდილობენ რომ გააძევონ ქვეყნიდან. იმ საღამოსაც დააკავეს, იმიტომ რომ დროშით იდგა და დროშა გასატეხა დარჩააბარა პოლიციელს. პოლიციელმაც ბოლოს და ბოლოს საქართველოს დროშა გატეხა და ფეხქვეშ გაიგდო
ესეც ჩემთვის გაუგებარია რბილად რომ თქვა და ახლა ვსაუბრობთ ბატონ თემური არის ისეთი პიროვნება ჩვენი დროის დონ კიხოტია ვარიცზე ბევრი ძალიან ბევრი თქმა შეიძლება მის უკეთილშობილესი ადამიანია და კიდევ ერთხელ ვიტყვი ხაზგასმით იბრძოდა ძირითადად იმ ადამიანებისთვის რომლებსაც უარსებობდნენ საქართველოს მოქალაქეობაზე იმ ეთნიკური ქართველებისთვის და მისი უდიდესი გულისწყეველი ის იყო რომ ქართველობა თურქეთში იკარგებაო. ანუ ჩვენ ვიცით და ჩემი თაობის ადამიანებმა ვიცით ქართული, იმიტომ რომ ბებია ბაბუებმა გვასწავლეს და ახალგაზრდებმა არ იციან და არ აქვს мотивация რომ ქართული ენა ისწავლონ და იქართველონო. და ამიტომ მას მიაჩნია რომ საქართველოს მოქალაქეობა როცა ექნება ადამიანს ან და იმის შესაძლებლობა თუ ექნება რომ მიიღოს ქართულ ენასაც ისწავლის იქართველებს შვილებსაც ქართველებად აღზრდის რა თქმა უნდა და ძელვადიან პერსპექტივაში შეიძლებაც თუ ექნება თქვათ არჩვენის ქართველებს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება იქაც ჩატარდეს რეფერენდუმი და დაუბრუნდეს ეს ისტორიული მიწები. ხო ეს რა თქმა უნდა დღეს და ხვალ არ მოხდა ასეთი გეგმები ქონდა და ასეთი ხედვა ეს ვიცი და მისი დაკავება არა ადამიანურია უბრალოდ ეს ქართველობაზე აქ არ არის საუბარი არა ადამიანურია ხო და მეტი რა გითხრათ მე ასეთი ადამიანები ზოგადად იშვიათი დებატებიან ზოგადად კაცობრიობაზე რომ ვისაუბროთ და მე სხვა ასეთი არ მეგულება და ასეთი გულანთებული ქართველებიც არ მინახავს თემურის გარდა ამდენად გულანთებული და რა ვიცი ძალიან საწყენიც არა შოკში ვიყავ გუშინ როცა დავინახე როცა შევიტყე ეს ამბავი როცა ნახეთ რომ გათავისუფლებიდან რამდენიმე წამში შეაბრუნეს უკან იზოლატორში სიხარულით რომ გამოვიდოდა და ურეკავდი უკვე 10:30-ზე უნდა გამოვიდა ალბათ კიდეც 10 საათზე ურეკავდი და ჯერ კიდე გათიშული მქონდა ტელეფონი ვიკითხე რომ ალბათ რაღაცა მოხდა ისეთი გაუთვალისწინებელი და იმის მერე რომ წავიკითხე უკვე აყვანილი იყო შიმშილობა რო გამოაცხადა ამასთან დაკავშირებით კეთილ რა თქმა უნდა მე ნერვიულობ მაგრამ ისიც მინდა თქვა რომ ეს ადამიანი ვაი ასკეტური ცხოვრების წესი ჰქონდა და ანუ გაუძლებს ძალიან ძლიერი პიროვნება ფიზიკურადაც და უფრო მეტად სულიერად და ჯერა რომ კარგ შედეგს გამოიღებს რომც ის ფიზიკური ძალადობის ხორბლიც გახდა როგორც ვიცით ხო მან განაცხადა სასამართლოზე ფიზიკური ძალადობის შესახებ დროშა რო გადაწყდა მის სხეულთან რო დარტყმა მიიღო ალბათ მე ვარაუდობ დიაფრაგმის არეში ვინი ძალადდა თქვენთვის რა არის ცნობილი უშუალოდ მას რომანა პოლიციამ არ ვიცი არა მეც სულ მის გვერდით ერთად დავდიოდი აქციებზე მაგრამ იმ მომენტში მიბრუნდი იმიტომ რომ ახალგაზრდა იყო ცდილობდა ახალგაზრდა ბიჭი იყო ჩემ გვერდით და ცდილობდა ჩართვას ამას აკავებდნენ ამ ახალგაზრდას ხო არა აკავებდნენ ახალგაზრდას აი ხო ეს მაქსიმალიზმი რომ დაიწყო დაკავება ანუ ანერვიულდა და აი მეც შემიშვით რაღაცა და ეს გავიყვანე ახალგაზრდა რამდენად რო გესმოდით 15-16 წლის მოზარდი და გადავიყვანე ძალი და რომ მოუბრუნდი უკვე დროშა გატეხილი დავხვდი თემური არსად ჩადა თქვენ მისი დაკავების ეტაპს არ შესწრებით აი ეს წამებში მოხდა დიახ და უშუალოდ ეს არ მინახავს ვინც მასზე იცალა და ის სახითაც ვერ ვიცნობ არ მინახავს
მეტი რა გეცხრათ? გრძელდება ახლა ეს წინააღმდეგობა საპროტესტო აქციები 51 ღამეა. თქვენ როგორ ხედავთ ამ წინააღმდეგობის განვითარებას? რა არის საჭირო მნიშვნელოვანი ფაქტორი ხა რომ ამან გადაწონოს ეს ბრძოლა საქართველოს და დემოკრატიის სასარგებლოდ? თქვენთვის რა არის მთავარი ამ პროცესში? მე დიდი იმედი მაქვს რომ ის ადამიანები რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ რეჟიმს და ვეხდებოდნენ იმ საფრთხეს რომელსაც ეს ქმნის ამ ყველაფრის შემხედვარი შეიძლება რაღაცა შეეცვალოთ შეხედულებები თუ კი ვინმე არის კიდე საღად მოაზროვნე იქნებ აქციას თუ არ შეუერთდება მაინც რაღაცნაირად ჩვენ დაგვიდგება იმიტომ რომ მართლა საშინელებები ხდება ვიცი რუსეთის და ბელარუსის მაგალითი და ჩვენთანაც არის იმის ნიშნებიც კი არა უკვე რეპრესიების მანქანა ჩართულია ფაქტობრივად და ეს ისეთი მანქანაა რომელიც იმასაც დაჟღერს ვინც დღეს შუმად არის ან ხარს უჭერს რაც უფრო საშინელია ამ რეპრესიების პირობებშიც ფიქრობთ რომ უწყვეტი ბრძოლა იქნება გამოსავალი ან ამას ექნება შედეგი მე მიჭირს იმაზე საუბარი თუ რა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი მაგრამ მე ვფიქრობ ჩემთვის მე რატო გავარაკ სანამ შეიძლება პროტესტის გამოხატვა უნდა გამოხატოთ მე ჩემთვის ასე ვფიქრობ და ზოგადად სულ პირველად იმისთვის გამოვედი აქციაზე როცა დაიწყო რომ ახალგაზრდები დამეცვა რაღაცნაირად იმიტომ რომ ფინთები არიან ადვილად ღიზიანდებიან და დღესაც იმის სურვილი მაქვს რომ რაღაცნაირად დავიწყო რაღაცნაირად დედობრივი გრძნობა მოძრავებ და ახლა რა თქმა უნდა სხვა გრძნობების ემატება და ძალიან გაბრაზებული ვარ როცა ვხედავ მართლა უყანონოდ დაკავებულ ამდენ ახალგაზრდას და არ ამხედოთ ახალგაზრდას საკმაოდ ხანდაზმული ადამიანი დაკავებულია ჭაღარა და მის ჭაღარასაც კი არავის აპატივი და როგორ მოექცნენ ვიცით გარდა ამისა თქვენ ხართ დევნილი აფხაზეთიდან როგორც მახსოვს და ძალიან კარგად იცით პირველ რიგში რუსეთის ძალა და მისი ინტერესები ხო? ამას უსვამს რომ მე ვიცი რა ხდებოდა წლების მანძილზე და რა შედეგი გამოიყო ყველაფერმა რუსეთის და ბელარუსის მაგალითად ძალიან კარგად ვიცი. ანუ ახლა ხედავთ იგივეს რომ რუსეთია შემოსული დღეს რეალურად ქვეყანაში. არ ჯეროდა როცა მე აი 12 წლის წინ მეუბნებოდნენ რომ ეს არის პუტინის ხალხი და პუტინის ძალა დღეს ნათლად ჩანს ეს და რა თქმა უნდა პროტესტს ვაცხადებ იმას და იმას რასაც ისინი აკეთებენ აქ და როგორც შვილების დედა პირველ რიგში აქ გავარ რომ შვილების მომავალს ვიცნობ იმიტომ რომ ეს სამბები ეს არ არის შვიდობა ეს ჭაობია რომელშიც ვიძირები ნელ-ნელა და ის ხალხი რომელსაც ეს შვიდობა გონია ვერ ხედავენ ან იმდენად ალბათ შორჭრელი არ არიან რომ გაიაზრონ სინამდვილეში რა ხდება რა შეგიძლია თქვათ ასევე საინტერესო თქვენი მოსაზრება თუ გაქვთ ზიამაღლობლის საქმეზე ის არის გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი ახალ ჟურნალისტიც არის კისოსებს მიღმა ამან გაუჩინა ბევრს შეფასება რომ ეს არის დევნა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ეს არის პოლიტიკური პატიმარი თქვენ როგორ აღიქვამთ ამ საქმეს იმიტომ რომ პირადად არ ვიცნობ რა თქმა უნდა კონსულტაციას მაგრამ აქციებზე ვხედავდი და იქაც როცა ვიდექით 11-ში ხედავდი რომ ახალბატონი არ ექცეოდა გამომწვევად და ის ეგრეთ წოდებული ძალადობა მისი მხრიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილია ჩვენ არ ვიცით შიგნით რა ხდებოდა როცა აიყვანეს პირველად და მე არ მაქვს იმის საფუძველი რომ არ დააუჯერო იმას რასაც თვითონ უყვება ანუ საკმარისია ის გავიცანოთ როგორ გამომწვევად ექცეოდა
ბატონი გებუაძე ზოგადად ეგ როცა დააკავეს პირველ ჯერზე ხო ადმინისტრაციული წესით იმის გამო რომ მან პლაკატი გააკრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ღობელს ეს ხალხოდ უფლებაა რომ გამოხატვის თავისუფლებაა რომ მან გააკრა სტიკერი დიახ და როცა პირველად დააკავეს როგორ ექცეუნა ჩვენ ხომ არ გვინახავთ ხო ანუ ეს სილის გაწნა კონტექსტიდან არის ამოღებული და ჩვენ ადამიანები ხო თუ გაგვთელეს სილას კი არა ჩვენ ნახეთ მუქარის და გინების ამსახველი ვიდეო კადრი როგორ აგინებს და ემუქრება ირაკლი გებუაძე ზია ამაღლობელს და ამის შემდეგ წარუდგინეს მას ბრალი ძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის პოლიციელზე თავდასხმა რეალურად კი საუბარია კარზე რომელიც ასახავს სილის გაწმას ეს ძიმე კატეგორიის დანაშაულია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ბრალის ადასტურების შემთხვევაში გამოიყენეს ადამიანის სისუსტე იმდენად დაასუსტეს იმდენად გააღიზიანეს სիմპტომები მიაღწიეს მიზანს დააკავეს და რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური საქმეა მადლობა თქვენი სახელი შემახსენეთ ნინო კაკულია მადლობა ქალბატონო ნინო თქვენ ვსვენეთ ნინო კაკულიას რომელიც გვიყვებოდა აქციაზე დაკავებული ადამიანების შესახებ ისიც იყო 11 იანვრის აქციაზე და ასევე შეესწრო მედროშე კაცის დაკავებას ამ აქციას რამდენიმე მედროშე ყავს მათ შორის თქვენ ახლა ერთ-ერთს ჩვენს პირდაპირ ეთერში ხედავთ ზურაბ ჭავჭანიძეს ხოლო კიდევ ერთი მედროშე რომელიც ყველა აქციაზე დგას საქართველოს დროშით ხელში აქტიურად არის თემურ ქათამაძე მუხაჯირების შთამომავალი რომელიც ახლაც პატიმრობაშია ის დააკავეს 11 იანვრის აქციაზე იმიტომ რომ არ დაემორჩილა პოლიციელებს მოთხოვნას ასე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსია მას შეუფარდეს 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შემდეგ ის გამოვიდა იზოლატორიდან ეს ხდება უკვე გუშინ საღამოს და გამოსვლა რამდენიმე წამში ის უკან შეაბრუნეს სამართალ დამცველებმა იზოლატორში ამჯერად მის გაძევებას ცდილობენ რადგანაც მას ამ ქვეყანაში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლები აღარ აქვსო ასე განუმარტეს მას დაკავების დროს მე გეტყვით ასევე რომ თემურ ქათამაძე გახავთ ანუ მედროშე ცნობილი კაცი რომელიც საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სიმბოლოა ის არის მუხაჯირების შთამომავალი ძალიან კარგად ფლობს ქართულ ენას და ბოლო რამდენიმე წელია უწყვეტად ის ცხოვრობს ბინადრობის საფუძველზე საქართველოში ის არის თურქეთის მოქალაქე და რამდენჯერმე სცადა აქტიურად რომ მიეღო საქართველოს მოქალაქეობა თუმცა მას ამის საშუალება ამის უფლება მას არ მისცეს და არ მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა ასე მოცემულობა ამ დროისთვის საპროტესტო აქციაზე ბათუმში ეს პროტესტი 51 ღამეა როცა მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში წვიმის მიუხედავად და ამბობენ რომ ისინი არ აპირებენ ამ ბრძოლის შეწყვეტას რადგანაც დგას სახელმწიფოებრიობის საკითხი რადგანაც ევროპისკენ მივალი გზა ქართულ მოძრაობამ ჩაკეტა და ის ცდილობს მიიტაცოს ძალაუფლება და ძალიან მარტივია წარმოვიდგინოთ რა შეიძლება დაემართოს საქართველოს თუ ის აღმოჩნდება მარტო მიტაცებული ძალაუფლების პირობებში ევროპელი და ამერიკელი მეგობრების გარეშე და დარჩება მარტო აგრესორი რუსეთის პირისპირ. Ot გავისაუბროთ ზურაბ ჭავჭანიძეს კიდევ ერთ მედროშეს ბათუმის საპროტესტო აქციიდან. დღეს ხოდაშორის მედროშემ თემურ ქათამაძემ დაიწყო შიმშილობა პროტესტის ნიშნად. ის გუშინ გაათავისუფლეს, იმიტომ რომ გავიდა 5-იანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, ის შეფასდა როგორც პოლიტიკური პატიმარი და გათავისუფლდა რამდენიმე წამში, ხელახლა შეაბრუნეს ისევ იზოლატორში. რას ამბობს თქვენთვის ეს ამბავი? ხელმეორედ ვიტყვია, ესა აგონიაში მყოფი ხალხის რაღაც სასწაული ქმედებები, რომელიც ლოგიკას არ ექვემდებარება რა. ვერანაირად ვერავინ ვერ გავთვლით რა სიზამენ და როგორ მოიმოქმედებენ ეს მე ვამბობდა ვიტყვი ხალხო ეს არ ყოფილა არჩევნები, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება მოსკოვში დაგეგმილი. ეს ხელისუფლება სამით კი არ უნდა ველაპა, ესენი არიან ხუნტა, ყაჩაღები არიან, რომლებმაც მიიტაცენ ქვეყანა
რომლებიც აი ნორმალური ცივილიზებული ქვეყნები საერთოდ ბანდიტებთან და ყაჩაღებთან არანაირი კავშირზე არ გადიან, არანაირი მოლაპარაკებაზე არა. სოფლიო კონვენცია, ხო, რომ ჟურნალისტს ხელი არ უნდა ახდოს საერთოდ ომის დროსაც არ ახლებენ ხელს და აგენი გადავიდნენ ყველანაირი საფრები გადალახენ, ყველანაირი წითელი ზოლები გადალახენ და როგორ უნდა ელაპარაკო ან როგორ უნდა მოიმოქმედონ ყველამ გაიგოს ნებისმიერი საჯარო მოხელები რომ ემსახურებით ყაჩაღებს, ემსახურებით ხუნტას და არ შეიძლება რა უკვე უნდა გაემიჯნოს ეს ხალხი და უცხოელებმაც უნდა დაინახონ რომ მომხდარია სახელმწიფო გადატრიალება და არანაირი მოლაპარაკება აგენთან არ შეიძლება. უნდა მოგვაშორონ, ფიზიკურად უნდა მოგვაშორონ ეს ხელისუფლება რა. დღეს საჭერის პოლიციის შენობასთან მოითხოვეს ირაკლი დღებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერება. ის ბათუმის პოლიციის უფროსია და არაერთმა პირმა ამხილა ის ძალადობაში დაკავების შემდეგ ძალადობდა პოლიციის სამმართველოს შენობაში. სამართლიანია ეს მოთხოვნა თქვენთვის როგორ რა მოსაზრება? აი საერთოდ სიბრძნეა რამდენი ადამიანია, იმდენი აზრიაო. ჩემთვის არანაირი საუბარი არ შეიძლება აგენთან, იმიტომ რომ ესენი არიან მართლა უკვე ჭკუა გადასული. აი კამერების გარეშე რაც აკეთებდა, იმიტომ მოითხოვენ, ხო, რომ ის ადამიანი რას აკეთებდა საერთოდ არა ნორმალური ადამიანი, ნორმალური გონიერი ადამიანი ასე არ მოიქცევა ხალხო და მანდილოსანზე ჯერ ერთი დედა არ ყავს, და არ ყავს, რაშობი ჯერ ქალებზე, ახალგაზრდა გოგოებზე, ჟურნალისტებზე როდის იყო რომ ქართველი ადამიანი ასეთ რამეს აკეთებდა რა. არანაირი ლოგიკა არ არსებობს ამათ საქციელში რა. დიდი მადლობა, ეს ზურაბ ჭავჭანიძე იყო მოქალაქე. მოდი ჯემალ კახიძესაც მოვისმინოთ აქვე აქტივისტს, რომელიც ხშირად ჩნდება ბათუმში საპროტესტო აქციაზე. ჯემალ, მოგვიყევით დღევანდელ ამბებზე როგორია თქვენი შეფასება? მედროშე კაცმა ბათუმის აქციიდან დღეს მან შიმშილობა დაიწყო. გუში გავიდა 5-ხიანი პატიმრობის ვადა, ის გამოვიდა იზოლატორიდან, რამდენიმე წამში უკან შეაბრუნეს. და მეორე ამბავი, დღეს გაიმართა ასევე კიდევ ერთხელ აქცია საჭერის პოლიციის დეპარტამენტთან და მოითხოვეს ირაკლი დღებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერება. იმიტომ რომ არასათანადო მოპყრობის და ძალადობის შემთხვევებზე ლაპარაკობენ კონკრეტული ადამიანები, შორის მზიამაღლობელი გამოწვევა ბათუმელების დამფუძნებელი ამბობს, რომ მას სახეს შეაფურთხა იგივე ირაკლი დღებუაძემ დაკავების შემდეგ. მაგ არსებაზე მიმართა, იმიტომ რომ არის ყველა დონის არარაობა, არ არის ეგ პოლიციელი, ეგ არის მილიციელი, ყველაფერზე სამწველია, ადამიანებს უსწორდება და ყველაფერს აკეთებს რომ დაამციროს, მაგრამ ანუ არაფერი არ გამოვა არასოდეს რა, ესე მიდევხო და საერთოდ არ უნდა იფადარო სამსახურებში, ვერაცოდეს ვერ უნდა იმუშაოს, მაგ ადამიანმა არსება. და ისე შევაფასებ, რომ რაც არ უნდა ეცადოს, ციხეებში ჩავსვით, დეპორტაცია გაუკეთეთ იმ ადამიანებს, ვინც თქვენზე უკეთ იცავს მის სამშობლოს, რა ვიცი, რა ხელშებიც არ უნდა გამოიყენოთ, აი თქმა და სიტყვა მოდის ახლა, მაგრამ ვერ გვაჩერებენ, იმიტომ რომ ამ უბანთებულ ადამიანებს ვერაფერი ვერ შეაჩერებს. სისტემას შიგნიდან გამოვყრით, დავანგრევთ და თავისით ისე დაიშლება, როგორც დრო ჭირდება ამ ყველაფერს და ეს დროში აწერილი პროცესია, უცებ არ ხდება მშვიდობიანი აქციები და მშვიდობიანი პროტესტი. ესე მარტივად არ მოდის ყველაფერი, ამიტომ მოქალაქეებსაც ვეთქვი და მოვუწოდებ, რომ დავისვენოთ, გამოვიდეთ, ესე მაგრამ ბრძოლა არ უნდა შეწყდეს. მათ შორის წუნასა და სიტყვაშიც. ყველგან, ყველა ქალაქში სადაც არის შესაძლებელი უნდა იყოს პერმანენტული აქციები, მაგრამ ხალხი ერთმანეთს უნდა ენაცვლებოდეს. სანქციებით, ეხლა თან ტრამპის იმედი რო აქვს ამ რუსულ ოცნებას, ანუ ძალიან მეცინება, ტრამპი პირიქით უფრო სანქციას და მეტმერკეტებს გამოიყენებს რუსული ოცნების საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ როდესაც ირანს, რუსეთს, რა ვიცი, ტერორისტებს და იმათ მხარეს ხარ გადასული, ანუ ვერანაირად ვერ იქნები ამერიკის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა და ამიტომ რა ვიცი, ამათი დღეები
სადღაც 50 დღეში დათვლილი იქნება. ჯერჯერობით ინარჩუნებენ ძალაუფლებას და რეჟიმი ცდილობს ყველანაირი ბერკეტი ძალა გამოიყენოს არაადამიანურის კი ჩვენ ნახეთ ხო რადიო თავისუფლების ინტერვიუში ხალი საუბრობდა მისი მეუღლის დაკავების დროს თურმე შვილი დაკარგა ინერვიულად ამის დილის 8-ზე რო დაადგნენ თავს 3 კვირის ორსული იყო და შვილი ანუ მუსელი მოეშალა ანუ კლელების არიან ეს ადამიანები და ანუ რა უნდა ვთქვა რა უნდა ვიაზე უნდა ვიცაუბრო მადლობა. ეს შემოგახიძე იყო მოქალაქე. თქვენ ახლა ხედავთ რომ ძალიან ძლიერი წვიმაა ბათუმში, სეტყვა უბრალოდ სეტყვა. და ამ სეტყვის მიუხედავად მოქალაქეები რჩებიან ისევ საპროტესტო აქციაზე. ალბათ ეს ამბავი და ეს კადრი ახლა ყველაზე კარგად აჩვენებს შემართებას, როგორი შემართება აქვს აქციის მონაწილეებს არახოლოდ ბათუმში, როცა ისინი უწყოთ რეჟიმში განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას. რომ ათხოვოთ ა? გავიჩინე. არა. ვიდი. აი ასე ძლიერად წვიმს ახლა ბათუმში სეტყვა. მოქალაქეები ისევ რჩებიან საპროტესტო აქციაზე. სოფრიალებს აქ საქართველოს და ევროკავშირის დროშა და ძალიან მკაფიოდ ჩანს მოქალაქეების შემართება. მოქალაქეების პრინციპული მოთხოვნა, რომ ისინი არაპირებენ გაჩერებას და არაპირებენ ამ ბრძოლის შეწყვეტას, მაშინ როცა ქართულმა ოცნებამ მიიტაცა ძალაუფლება ქვეყანაში და ცდილობს რომ ჩაკეტოს ქვეყნის გზა ევროპისკენ. სეტყვაშიც კი ისმის შეძახილი გაუმარჯოს საქართველოს სეწმილი ოლიგარქიას. ასეთია პროტესტის 51 ღამე ბათუმში. დღეს ცნობილი გახდა რომ მედროშე კაცმა სწორედ ასე იცნობენ ბათუმში თემურ ქათამაძეს დაიწყო შიმშილობა წინასწარი დაკავების იზოლატორში. ის აპროტესტებს მის ხელახლა დაკავებას და იმას რომ ამის გაძევებას ცდილობენ ახლა საქართველოსთან სწორედ იმის გამო რომ ის უწყოთ რეჟიმში იყოს აპროტესტო აქციაზე და აფრიალებდა საქართველოს დროშას და ფიქრობს რომ სწორედ ამის გამო ძალადობენ მასზე, მან ასევე ისაუბრა სასამართლო პროცესზე, რომ ისი დაკავების დროს მასზეც იძალადეს პოლიციელებმა. დღეს უკვე რამდენიმე ადამიანი ერთდროულად საუბრობს იმაზე, ჩვენ აქამდე ვწერდით ამის შესახებ, რამდენიმე შემთხვევაში, რომ იძალადა მასზე ირაკლი გებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსმა ამ ძალადობის და არასათანადო მოპყრობის შესახებ. დღეს ჩვენ ამ აქციაზეც მოვისმინეთ, გოდერძი ფრანგიშვილი საუბრობდა კონკრეტულად მის თვალწინ, როგორ აგინებდა და შემდეგ როგორ ჩაარტყა თავში 8-ჯერ ირაკლი გებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსმა დაკავებულ მალხაზ ირემაძეს. დღეს სწორედ ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი გებუაძის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით გაიმართა საპროტესტო აქცია, ჟურნალისტების საპროტესტო აქცია აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან. დღეს ასევე დაიწყო პეტიციაც, პეტიციაზე ხელმოწერას თქვენ შეგიძლიათ და ნახოთ ამის შესახებ მონაცემები ბათუმელების გამოქვეყნებულ ინფორმაციაში და გააქტიურდა ეს მოთხოვნა პეტიციის სახითაც. მე შეგახსენებთ რომ 11 და 12 იანვარს ბათუმში დააკავეს 20 ადამიანი, მათ შორის მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით, მას პოლიციაზე თავდასხმას ედავება პროკურატურა სილის გაწვნის ფაქტზე, თუმცა ეს არაერთი უფლება დამცველი მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ მისი დაკავების და დაპატიმრების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა და საქმე გვაქვს პოლიტიკურ პატიმრობასთან. რომელიც არის რეალურად თავდასხმა დამოუკიდებელ მედიაზე და ამ გზით ცდილობს
კრიტიკული მედიის დასუსტებას და მის გაქრობას ივანიშვილის რეჟიმი. თქვენ გესმით შეძახილებია ესეთ ძლიერ წვიმაში და სეტყვაში ისევ რჩებიან მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე. საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ სულ 52 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისამართლებრივი დევნა საქართველოში, მათ შორის უკვე არის ჟურნალისტი გისოსებს მიღმა. ის წიგნი როგორ დავამარცხოთ დიქტატორი გამოჩნდა სასამართლოს ხდომაზე და ეს საქმეც უკვე არის სიმბოლური თუ როგორ იბრძვის ივანიშვილის რეჟიმი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, რომელიც ერთგვარად ბოლო ბასტიონია ქვეყანაში, რომელსაც ებრძვის და რომლის გაქრობასაც დასუსტებასაც ცდილობს ივანიშვილი, იმისთვის რომ მან დიქტატურა დაამყაროს ამ ქვეყანაში და ეს ქვეყანა აღმოჩნდეს პრაქტიკულად რუსეთის ხელში. საპროტესტო აქციაზე გამოსული მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი ამას არ დაუშვებენ და არ შეეგუებიან ამ ქვეყნის რუსეთისთვის გადაცემას, რასაც ახლა ყველა გზით და ფორმით ცდილობს ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმი ამ ქვეყანაში. დღევანდელი საღამოც ამას აჩვენებს, როცა მოქალაქეები შემართებით და ჯიუტად თხანენ ისევ საპროტესტო აქციაზე, ძლიერი წვიმის და სეტყვის მიუხედავად იანვრის აი ესეთ ცივ საღამოს. მე აქ გეტყვით, რომ დღეს ჩვენ დაურეკეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ვკითხეთ, გამოიკითხა თუ არა მინიმუმ ირაკლი დგებუაძე, რომელიც ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელია, გამოიკითხა თუ არა იმ შემთხვევებზე, როდესაც ლაპარაკობენ მოქალაქეები, რომ ირაკლი დგებუაძე დაკავებულებზე ძალადობს, მათ აყენებს როგორც სიტყვერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრება, სცემს. და ამის ამსახველი მტკიცებულებებიც არსებობს, მაგრამ საგამოძიებო უწყებამ არ უპასუხა ჩვენს შეკითხვას საერთოდ გამოიკითხა თუ არა ირაკლი დგებუაძე. საგამოძიებო სამსახური ასევე არ პასუხობს შეკითხვას, დაიწყო თუ არა გამოძიება ირაკლი დგებუაძის და პოლიციის სხვა მაღალი ჩინოსნების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების შესახებ. ანუ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არსებობს საერთოდ იმისთვის, რომ გამოიძიოს კონკრეტულად სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების შესახებ, მაგრამ ეს უწყება ამ დრომდე დუმს. ისევ როგორც ჩვენ ნახეთ არაერთი ძალადობის შემთხვევები საპროტესტო აქციებზე, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, რუსთაველზე განსაკუთრებით, მაგრამ იმის მიუხედავად რომ გამოძიება დაიწყო რამდენიმე შემთხვევაში, მათ შორის ნახეთ უკვე ჟურნალისტებზე როგორ იძალადეს, თქვათ მაკაც შიხლაძეზე და პირველი შემთხვევაში ან გურამ როგავა, ფორმულა ჟურნალისტზე როგორ იძალადეს სამართალდამცველებმა და გავიდა ზუსტად არ ვიცი რამდენი დღე, მაგრამ მაგალითად გურამ როგავას შემთხვევაში 30 ნოემბერს მოხდა ეს შემთხვევა. დღეს კი არის 17 ნოემბერი და ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცველი დასჯილი არ არის. ამ დღემდე არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილებაზე არ გასულა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ხოლო მზიამაღლობლის შემთხვევაში მან 12 იანვარს განაცხადა იმის შესახებ, რომ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი დაკავების შემდეგ სამართალდამცველების მხრიდან და კონკრეტულად ირაკლი დგებუაძის მხრიდან, რომელიც ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელია, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ უკვე 5 დღეა გასული, რაც მზიამაღლობმა თქვა ამის შესახებ, რომ პოლიციელებმა მასზე იძალადეს პრაქტიკულად და დღეს უკვე ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე ლაპარაკობს არა მხოლოდ მზიამაღლობელი, არამედ რამდენიმე მოქალაქე. ამ დრომდე სპეციალური საგამოძიებო სამსახური არც კი საუბრობს, დაიწყო თუ არა საერთოდ გამოძიება და გამოიკითხა თუ არა ირაკლი დგებუაძე ამ შემთხვევებზე, რადგან მოქალაქეები საუბრობენ. შესაბამისად დღეს უკვე პროტესტის 51 დღეს უკვე ამ საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა არის არამხოლოდ ის, რომ ჩადარდეს ქვეყანაში ხელახლა არჩევნები და გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დააკავა ივანიშვილმა, სწორედ იმის გამო, რომ ისინი დღემდე ახერხებენ პროტესტის გამოხატვას, აი ესეთი რეპრესიების პირობებში, არამედ ამ საპროტესტო აქციების მთავარი გზავნილია შეუჩერდეს უფლებამოსილება ირაკლი დგებუაძეს, ბათუმის პოლიციის უფროს, ვიდრე არ გამოიძიებენ მისი მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ასეთია დღევანდელი საღამო ბათუმში, ძლიერი წვიმის და სეტყვის პირობებშიც კი აქ გრძელდება პროტესტის გამოხატვა. მოქალაქეები არ აპირებენ, რომ შეწყვიტონ ეს პროტესტი. მათი გზავნილები დღეს ძალიან მკაფიოა, რომ აღარ არის შინჯდომის და პროტესტის შეწყვეტის დრო, მაშინ როცა ჩვენ კარგავთ ქვეყანას პრაქტიკულად და ეს ქვეყანა აღმოჩენილიც არის უკვე რუსეთის ხელში, თუ კი ჩვენ შევწყვიტავთ ამ ბრძოლას.
სიტყვაშიც კი გრძელდება პროტესტი, როგორც თქვენ ამას ხედავთ ბათუმის ქუჩებში. დღეს მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ ტრადიციულად აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ეს პოლიციელები არ ჩანან. აი მხოლოდ დაცვის ორი პოლიციელი ჩანს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან და ასევე პოლიციის რამდენიმე მანქანა ჩანს აი რუსთაველის მხარეს ერთი და მეორე აი აქეთ მემედაბაშის გამზირის მხარეს. ხოლო საპროტესტო აქციაზე მოსული მოქალაქეები რჩებიან ქოლგების ქვეშ. ჩვენ ვჩებით ამ საპროტესტო აქციაზე და უცებ მოგიყვებით აქ მომხდარი ამბების შესახებ. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, ეს ბათუმელების პირდაპირ ჩართვა იყო. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.